სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია შობა ზეიმობს. ავლაბარში მდებარე სომხურ ეკლესიაში დილიდან შეიკრიბა მრევლი, სადაც საზეიმო წირვა ლოცვა ტარდება. მრევლს დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა. თეონა ცხომელიძეს ხვდავთ პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. დიახ, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო წმინდა ეჩმიაძინის ტაძარში საღვთო ლიტურგიას და რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს მიულოცა და მიმართა, როგორც იცი, დღეს სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია ორ დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის შობა და ნათლისღება. დღეს პრეზიდენტმა ორივე დღესასწაული მიულოცა ეკლესიაში შეკრებილ ადამიანებს და მან ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის როგორც ორი მეზობელი ქვეყნის მრავალ საუკუნევან ურთიერთობაზე და მეგობრობაზე. შობის წინვარი დღესასწაული მიულოცო სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ეს დიდი დღესასწაული და მიულოცო თითოეულ თქვენგანს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან ვაფასებ თქვენი ეპისკოპოსის ვაზგერის საქმიანობას, ჩვენი თანამოქალაქეების სულიერი ხარდაჭერის საქმეში, ისევე როგორც ორი უძველესი ქრისტიანული ერის სომხეთის და საქართველოს ურთიერთობის განვითარების საქმეში. ჩვენ იშვიათად რომელიმე ერებს მსოფლიოს ისტორიაში აკავშირებთ ერთმანეთის გვერდით 1000 წლების განმავლობაში თანაარსებობა, ახლობლობა, მეგობრობა, ძმობა, ერთმანეთის გატანა, ერთმანეთის ხარდაჭერა და ერთად გადარჩენა ურთულეს გარემოებებში და ურთულეს ისტორიულ და გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. ამგვარად ეს ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის ეს არის არა მხოლოდ წარსულზე დაფუძნებული, არამედ იმაზე, რაც ჩვენ გვაქვს განწყობაში და რაც აუცილებლად იქნება მომავალში. ამავე დროს ქართველი სომხები არიან განუყოფელი ნაწილი საქართველოს ეროვნული სხეულის, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება, არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რომელთაც სომხება შეიტანეს საქართველოს არა მხოლოდ უბრალოდ ეკონომიკურ, კულტურულ, სულიერ ადამიანურ განვითარებაში, არამედ ისიც, რომ უამრავი მათგანი საუკუნეების განმავლობაში და მათ შორის უახლოეს ბოლო წლებში იბრძოდა ღიალაღით ხელში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის და თავისი სისხლით შეიტანეს წვლილი იმაში, რომ საქართველო არსებობის გადარჩა და ვითარდება. დღეს წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიაში საღვთო ლიტურგია მეუფე ეპისკოპოსმა ვარსგენმა აღავლინა, რის შემდეგაც მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს დღეს სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავარმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს ეკლესიაში მოსვლისათვის და შობის პირადად მოლოცვისათვის და ასევე იმ სახელმწიფო პოლიტიკისათვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით.